გამარჯობა მეგობრებო, როგორც იცით, მირიამ ბოლ ფასტომაგარია და ვანდა მანქორო არის თქვენთან. ჩვენ ახლა რაზე შევიკრიბეთ რა, ჩვენ სამი და კიდე 1 2 3 4 ადამიანი, იგივე ერთი ადამიანი, ვინც პანაშვიძეა YouTube-ის მოსული. თუ ვერ მიხვდით, ვიზე ვამბობ, no nonsense vision-ი არის ერთი YouTuber-ია, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ მისი არხი და თუ გამოწერილი გაქვთ შემთხვევით unsubscribe-ი გავუკეთოთ. ბევრი კითხვა შემოვიდა, ხო რომ დამეთანხმები, რომ ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა ჩვენს Telegram-ზე, რომ მოყევითო რა პერიპეტიები გადაიტანეთო რა. თქვენ ნახეთ მარტო შედეგი რა და ეს შედეგი დადგა, თუ მოგეწონათ მართლა ძალიან ბევრს მოეწონა, ძალიან გაგვიხარდა, იმიტომ რომ ბილეთები დაილიშთა 3 ივნისს 14-ში იყო თამაში. და ერთი კვირით ადრე დავიწყეთ მომზადება ვაფშე გუნდის შეკრება, გადაღებები, რაღაცები და ბილეთები 10 დღეში და მოკლედ მაგ ყველაფრისთვის კაი შედეგი დაიდო რა. დაჯილდოება სად არის, ხო? დაჯილდოება, აგერ დაჯილდოების ვიდეო, ვისაც გაინტერესებდათ. ბეცონთან მივედით და YouTube-ზე უნდა გადავიტანოთ სექტემბერში ზაფხულში უნდა ჩაგვეტარებინა ეხლა და სექტემბერში უნდა გადავიტანოთ რაღაც პრობლემებიაო და რაღაცაო პატარა გავაკეთოთ და ამ პატარას მოფიქრების დროს კონტენტებია. ხო, პრობლემა არის კონტენტები არისო ჩვენაც ეხლა რომ დადის თქვენ ხო იცი? შენც რო იყავი ჩასული რუსთავში, მაგ კონტენტებზეა საუბარი და რაღაცაო პატარაო გავაკეთოთო რა, საფეხბურთოო და ამ პატარის შეკაკეთებაში არ შემოვეკეთა. იგი მე ავდექით ერთ დღეს ესე ტრუსიკში ვიყავი, დავრეკე 3 ადგილას, ნუგის დაურეკე, მუშკუდას დაურეკე და ნუგიმ დამაკავშირა არჩიბალდთან. არჩიბალდი იყო ყაზახეთის კაპიტანი. გამარჯობა! მიდი! მადლობა! ესე ქოლში გავიჩნდეთ, რომ ესე ვაპირებთ მეთქი რაღაცა თქვა და კაიო ბაზარი არ არისო, ჩამოვალთ. და დავალაგებთ ჩვენ გუნდებს. და რა მეგონა რომ ეხა თავიდან ყველაზე ტვინის ღურნავა იქნებოდა გუნდები და რაღაცები, არა, ყველაზე მარტივად დაალაგდა გუნდები და რაც ყველაზე მარტივად მეგონა რომ დაალაგდებოდა მაგალითად თქვა, აი ბალახი ან სასტუმრო, ან გასაჩერებელი ადგილი, ან რაღაც მაღაზია, რა ვიცი, აი ვინე გავჭაღარავდეთ და გუნდები ჩვეულებრივ ჩამოვიდნენ ინთემაში წავიდნენ რა. როგორც YouTube ლიგის პირველ სეზონზე 8 გუნდი ყავდა, დაახლოებით ესეც 4 გუნდიანი სატესტო სეზონი გავაკეთეთ და შემდეგი ძალიან გვინდა რომ ქუთაისში ჩავატარო, ქუთაისის სპორტის სასახლეში. ძალიან გვინდა. იმედია გამოგვივა რა. მოგეხსენებათ ჩვენი მეგობარი გიორგი ქორიძე, იბერიას ფეხბურთელია. იბერიაში კარგად იცნობს საერთოდ ყველა სიგშიგნით ადამიანის ფეხბურთელებს და მეთქმადი პროფესიონალ ფეხბურთელებთან ერთად გაგვეკეთებინა სელექცია, რომ აი ვინც მეტ გოლს გაიტანა, ჩელენჯები რაღაც და კარგი გუნდი აგვეწყო რა. გადაღება გვეწევდა ამის და დრო არ გქონდა. მე იყო ვარიანტი, რომ მეთქი თუ ამას ვერ მოვასწრებთ, ვოუთით გავაკეთოთ მეთქი რა, რომ ვოუთით ვისაც ყველაზე მეტი ხმა იქნება, ის იყოს გუნდში მეთქი რა. მაგრამ მე გაგვახსენდა რომ מחარა შეიძლებოდა მოხვედრილიყო. מחარა G2G, ქიტა და ეგ სასტავი ვარ გამოვიწყეთ ეგრევე. ეგ სასტავი ვარ ყოფილიყავით. მოდი ეს პასუხისგებლობა ხა ავიღოთ თავზე. რახან სატესტოა და დავაჯახოთ და გიორგი კალატასთან ერთად შევადგინოთ მეთქი გუნდი თქო რა, რაღაცა პროსტა რენდომ რაღაცა გუნდი რა. ხო, ოღონდ ეს ხდება მაქსიმუმ 10 დღით, 12 დღით ადრე. ძალიან საინტერესო არის, მთელი გუნდი მოვიყვანეთ გადაღებაზე და დაზგა გაფუჭდა. ანუ 2 დღე გვაქვს დასადებად ვიდეოს, ანუ წარმოიდგინეთ 1 ივნისია და 3-ში დავდოთ პრომო და ფორმები რაზეც უნდა დაბეჭდილიყო, დაზგა გაფუჭდა რა. გადაღება ვერ ჩატარდა რა, ფოტოებიც ვერ გადავიღეთ დაჟე და რაღაც რენდომ ვიდეო გადავიღეთ. დავსვით ბუცებთან და რაღაცები ვასაუბრეთ რა. დარწმუნებული ვარ და მჯერა რომ ამ ტურნირს გამარჯვებით დავამთავრებთ, იმიტომ რომ უშესანიშნავესი გუნდელები მყავს. ერთ სიტყვით რომ შევაფასო ჩვენი გუნდი, ვიტყოდი რომ ღირსშესანიშნავი. სხვადასხვა საბჭიმ დაგვეხმარა ძალიან მაგრა რა. ის კლიპის რაც გადაღებული, ის რაღაც ჩარჩო რო არის ვანდა მანქორო და მირიამ ბოლ რო არის რა. ეგ ჩარჩო, მაგ ჩარჩოზე იდგა მანეკენი, რომელიც მაგ მანეკენი მოხსენთ უცებ, აი ძალიან უცებ დავაყენეთ სასტავი რაღაცები ვაკეთებინეთ და მე ბანის ძალიან პროფესიონალიზმა და ჯადოქრობამ 1 3 საათში დაწერილი მუსიკა და მე ზამბახას ჩვენი ძმა no nonsense vision-ას სამონტაჟო გამოცდილება მოგცა ეგ შედეგი რა. ყველაფერი ჰაბჭიში გადავიღეთ, პრომოც ყველაფერი მანდ გადავიღეთ და რაღაცა თუ გადასაღები გქონდა, უცებ მივიდოდი და მანდ ვიღებდით რა, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე უცებ კეტავდნენ მაღაზიას და ძალიან გვერდში გვედგნენ. მოკლედ ეგენი რო არა, დიდი ალბათობით 50-50-ზე არ იქნებოდა და დიდი ალბათობით არ გამოვიდოდა რა. ხო, თან მანდ კარგი ის არის, რომ მარტო ის კი არ არის, რომ აი ეს მოგცეს რაღაც ადამიანურ რესურსაც რო ხარჯავდნენ თვითონ. ხო, სხვადასხვა საბჭის კონტრაქტით გქონდა მარტო მაისურები.
და შიპოკებიც თქო, მაგრამ ყველას ორიგინალი შიპოკები გვეცეს თქო და ბაზარი არ არისო და ყველას თელ გუნდს ჩააცვა ორიგინალი შიპოკები რა. გენერალურ სპონსორობაზე გამოჩნდა TBC, რომელმაც ეგეთი რაღაც არ მომხდარა მგონი რა, არასდროს რა მაგაზეც ან რაღაცები რაც დასაფასებელია უნდა ვთქვა რა. პარასკევს ბანკი, რომ პარასკევს შეხვედრა გექნება, შაბათს და გავადრო და კვირას საღამოს დაგირეკავს, რომ ორ შაბათს მოდიო და ორ შაბათს მიხვალ და თანხმობას გეუბნება. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის რა. მანდ რო 2 დღით გაწელილი იყო კიდე შეიძლება ვერ გაგვიკეთებინა მაინც რა. 28 მაისი იყო ყველაზე დიდი გადაღება იმ პრომოს რო ვიყავით მირო რო ესე დგას მთელი ვიდეო ჰაბჯის იმითი. 28 მაისი არის და გუნდი ყავს ის გვაქვს, მაგრამ პრომო არ გვაქვს, არავინ არ იცის არაფერი. და 14-ში გვაქვს ნაკირავები სპორტის სასახლე, რომელსაც სხვათა შორის ეტანდა მიკის რა ყველაფერი რა. ანუ სპორტის სასახლეს მოხსნა თემა სპორტის სასახლე, ჩვენ მივხედავთ თავიდან ბოლომდე რა. გუნდი შევქმნით და უნდა ვივარჯიშოთ, იმიტომ რომ მარტო კონტენტი არ არის, მარტო ივენთი არ არის, საქართველოს სახელით გამოვდივართ და ვიცით ვინც ჩამოდიან, ანუ ის ტიპები ვინც ჩამოვიდნენ, მაგას მე კარგად გეტყვით რა. ხო და სტადიონი არ არის რა. 2 კვირით ადრე ვინ გვინდა მოედანი რომ დავჯავშდოთ რამდენიმე დღით წინასწარ და არც ერთი მოედანზე ადგილი არ არის. ერთადერთი არის ლისზე და ლისზე რო შეხვალ, მოედანზე რო შეხვალ, დედას ვფიცავარ. იცი რამ ხელოვნებები არის, მანქანა მიდის რომ ნელა რო გადავიდეს, ხო, ვარ გააფუჭოს მანქანა, მაგ ხელოვნებებია მოედანზე. დილის 12-დან 3-3-მდეა მარტო ადგილი და სუდაკი ნაკირავებია. ყველა უბნის სტადიონი ჯობია ალბათ რა. ხო, ანუ მოედანი არ გვაქვს საქართველოს შოიცოდეთ, მოედნის დაქირავება თუნდა ფეხბურთს, თამაში არ გვაქვს. ანუ მომწერეთ ძმაო, მე ვარ ღია, ჩვენ ვართ ჰამაკი, ვართ ღია. ვისაც ფული გაქვთ, მართლა რაღაცა ფული გაქვთ, მიწა გაქვთ, გეუბნებით 10 მოედანი რო აშენო, 10-ვეს სულ გაქირავებული იქნება. და თუ ჩვენ სახელზე აშენებთ, ხო საერთოდ რა, ანუ ძალიან გაქირავებული იქნება რა. არენის აშენება გვინდა მოგწევთ, ვისაც შეგიძლიათ რა სპორტის სასახლესნაირ გადახურული არენა გქონდეს საქართველოს, რომელიც არ გვაქვს. არის ერთი ახალი სპორტის სასახლე, სადაც იმენა იატაკიაგია რა და ისე 40,000-50,000 უნდა იხადო რომ ბალახი დააგვერთ. 10 წელი მაგრამ ვამუშავებთ როგორც მინიმუმ რა. ევანდელი ვარჯიში დაიწყო, როგორც ხედავთ. ბიჭები ემზადებიან, ხურდებიან, წრეზე გავუშვი, 2 წრეზე გავუშვი, მე მესამე მწვრთნელი ვარ გუნდის. ხიდაშას მიბაძოთ რა ზუსტად ესე. დავიდა ძუნძულით თორე. დამანახი ტრიალი. კაია! კარგად უნდა ჩაკეტო ეგ რა. ნელ-ნელა უკვე ვარჩევთ ვინ იქნება სათადარიგოზე, ვინ იქნება ძირითადში. თამაში ყველას მოუწევს, რა თქმა უნდა, დამსახურების მიხედვით. სახელისოს თქვა ვიხარით რომ არ ჩახარ ვახშობ ისე გიხარ. მე ვარ გიორგი ქორიძე და ესენი არიან ჩემი გუნდელები. სტრესი იყო. ძალიან ხო, ანუ მე მეგონა რომ კარგად დავიბრი, ანუ არაადეკვატურად ყველა ისეთ რაღაცეებზე. ჩემი ბრალია რა მოკლედ ეგაა თემა, რომ მეგონა რომ აი რომ ამბობ რომ აი საქველმოქმედო საღამოა, საქართველოსთვის ვაკეთებთ რაღაც თუ საქართველოსთვის ვაკეთებთ და რაღაცა, მოდი თავარია გაკეთდეს და ყველა რესურსი წავიღოთ იმისკენ, რომ კარგად გაკეთდეს. და დაგვიდგება ყველა გვერდში რა, დაგვიდგება ის სტრუქტურები, რომლებიც დაფინანსებას იმისთვის იღებენ, რომ რაღაცეები აქ საქართველოში მოხდეს. 2 თვით ადრე ვიცოდით რომ ბალახი გქონდა და ბანერები გქონდა, ლედ ბანერები. ბოლოსკენ გვითხრეს რომ თურმე ბალახი არ არისო. რომელიც 33,000 ლარი ღირდა მე რომ და ან -33,000 ლარი პახ ბალახი არ და ბოლო წამს გავიგეთ რომ ბანერებიც არ არისო და მაგრამ ბანერები იქირავეს რა ჩვენ გავარკვეთ სად იყო ბანერები და იქირავეს ანუ ეგეთი პრობლემები შეიქმნა სასტუმროში ადგილები არ იყო ვფიქრობთ რომ აი სასტუმროში ტიპები ჩამოვლენ ხა მოდება ქონდა ტიპებს იცი რამდენი კონტენტი 30 მილიონი ნახვა დაიდო ამ კონტენტის ირგვლივ აქედან ალბათ 10 მილიონი არის ყაზახური, აზერბაიჯანული, იტალიური კონტენტი რა. ფიქრობთ რომ სასტუმრო, ტურიზმი, აქ თბილისში არსებულმა სასტუმრომ რეკლამას შეიძლება გააკეთოს. ანუ რეკლამას აკეთებ შენ, ვინც არის ტურიზმის ტურისტები, სადაც მოგყავს. მეგონა რომ ვიღაცა დაგვიბარტერებდა რა რაღაცას, რომ აი მაგალითად სასტუმროში წკაფ შეუშვათ, ჩვენი კონტენტს გადავიღებთ, იქ სასტუმრო ის. არავის არაფერს არ ვაბრალებ, მაგრამ ვერ მოხერხდა. ზოგი ამბობდა ადგილი არ გვაქვს, ზოგი ამბობდა ჩვენ აშუაში ვართო. ტიპები გამოფრენილები იყვნენ. თავიანთი ქვეყნიდან, რომ ჩვენ სასტუმრო არ ქონდა მაგათთვის, იცით ეგა. ანუ გზაში იყვნენ, როჟები თვიფრნავში ისხდნენ, მოდიოდნენ და მეჯერ არ ქონდა სასტუმრო. და მანდ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო პირველ რიგში დავით ზაქარიაძეს, რომელიც გაგაცანით მე ჩემ არხზე, Barcelona fan shop-ის დირექტორი არის, რომელმაც უბრალოდ რომ დაინახა სიტუაცია, რომ აი აღიქვა სიტუაცია რა, არაფერს არ ვამეთებ, მართლა ძალიან ცეცხლი, ხანძარი იყო ჩვეულებრივი. და რომ გაიგო ამ თემის ირგვლივ ეს რაღაც რო ხდებოდა, თავისი ხარჯით ადგა და რა ერთ-ერთ გუნცო მე უკისრებო სასტუმროს და დავტოვებო რა 3 დღითო. ეს არათანაირი ვალდებულება არ ქონდა ზაქარიაძე დავითს
პრომოუშენს არ ქონია. არ ვალდებულება არც მოუთხოვია. არც ხო, არა, უბრალოდ ადგა და რამდენი გჭირდებაო და გაქან და დგავდა დატოვა მთელი იტალია კარგ სასტუმროში. მადლობა დავით. მერე კიდე იყო ესეთი ამბავი რომ დანარჩენი ხა აზერბაიჯანი, ყაზახეთი 20 კაცი უნდა დავტოვოთ რა, ეგენი გზაში არიან. და ეთოუმის დირექტორთა საბჭოა, ეგენიც არ იყვნენ ჩართულები რა, ანუ უბრალოდ ვიცნობთ მაგ ადამიანებს, ძალიან კარგი ადამიანები არიან და მაგათმაც რო გაიგეს ეს ყველაფერი რო ხდებოდა, ადგნენ და უფასოდ ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ 20 ადამიანის დატოვება უფრო ბევრად მეტია, ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ 100 ლარად დავტოვეთ კაცი კარგ სასტუმროში რა და თან თავის აიღეს მერე ამ ადამიანების ყველა გუნდის გადაადგილება, ტრანსპორტირება. მათაც ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ გეუბნებით ჰაერში იყვნენ ტიპები და ეს ადამიანები რო არა, სასტუმრო არ მქონდა რა, ანუ ნაკედი ბილეთები და ვერ გავგიჟებული ვიყავი, ანუ არავინ ფასდაკლებას არ აკეთებდა. ერთ სასტუმრომ $109 მოგეთ, $105 და ღამეო, კაროჩე. და პრომოუშენიც უნდათ თან, როგორც ვიცი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში. 5 წუთზე ჩამოფრინდება აზერბაიჯანის აზმედია ლიგის ნაკრები. მასპინძლები ვართ, თორე вообще არც დრო მაქვს, არც ენერგია და არც თავი. ვიცით 6 საათზე ჩამოვიდა დილას იტალიის ნაკრებთან ერთად ლაშამუშკოდენა მითხრა რომ კაროჩიო პასტო გიხვეწებიო. ლეზე დაიკიდეო 6 საათზე არ მოხვიდეო. ხო შენო 6 საათზე არ მოხვიდეო. აბა როგორ ახართ ბიჭებო, ხართ ჯანმრთელად ხოძე ბედნიერად. კი, დიდი მადლობა რომ ჩამოგვიყვანე. აი ეგენი მერე. ეხ ჯერ ეგ თამაშის მერე, ჯერ ტრები ვარ. კაი. ბიჭო ხარ ხოძე? კი, ძმაო. შენ? მზად ხარ? ბიჭო არა. ვარჯიშობ, ძმაო. იმენა ნახე ყველა ფორმაში ჩავაყენე. იმან დავაკლებინე 10 კილო. ბასტომ ჩაიჯვარა. აი ეს ფანაირად ვიტყვი ცოდო. მოკლედ ბასტომ ჩაიჯვარა და დამტოვა მარტო ამ ფრიად საპასუხისგებლო საქმესთან, უნდა დავხვდე ყაზახეთის YouTube ნაკრებს, ერთი რამ მაშინებს, რომ ყაზახებს ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან და შეიძლება ვერ ვიცნო ვინ არიან, რომ ჩამოდიან. ეს მანქანა არ თამაშდება, არავინ არ მოიგებს ამ მანქანას, უბრალოდ აკაყენია. ძალიან გამირთულა საქმე თბილისის აეროპორტმა, იმიტომ რომ ტაშკენტის რეისი დაფრინდა ზუსტად ალმატის რეისთან ერთად და უზბეკებთან ერთად ჩამოვიდნენ ყაზახები და ვაფშე ვერ გავარკვიე ვინ არის რა. ბიჭო, მაგარი აპასნე ის არის რა. გუნდი ჩანს და მე მგონი ერთი კარგი მცველი დასჭირდებოდათ, მაგრამ რა ვიცი, აბა რა გითხრა. აი, დაგემშვიდობებით აქედან და სასტუმროდან შეიძლება შეგვდეთ, შეიძლება არ ვიცი. სასტუმრო დავალაგეთ რაღაცნაირად ამ ადამიანების დამსახურებით, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა Royal Tulips და Sky Gates შესანიშნავი. აი, ყურე როგორი ამბავი იყო რა. სასტუმროს როცა ვეძებდი სად დამეტოვებინა ეს ხალხი. ამ სასტუმროს ზებნაში გავიცანი შესანიშნავი ადამიანი შუკა, რომელიც არის მენეჯერი აქა. ამ იმაში სასტუმროში ნომერი არ ქონდა. ორი ნომერი მქონდა და ორივე დაგითმობო და ერთში შევუშვი რეი ფრისტაილერი, როგორც იცით. რეი ფრისტაილერი 5 ვარ ყველა სასტუმროში არიან, დანარჩენები ნაკლებში. მარტო რეი ფრისტაილერი არის 5 ვარ ყველა სასტუმროში აქ რა. ხო და მითხარო თუ გაგისწორდებათო, რა ვიციო, პატრა ფრუშეტიო ისაო, რაც მუსიკაო გაგისწორებთო რა. ერთი ბაზარია რა. და უბრალოდ რომ გაიგო თემა, რომ დაინახა რა ამბავიც იყო, ვაფასებ ზოგადად ეგეთ რაღაცებს. ეგაა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი მადლობა, გულწრფელი მადლობა მინდა გადავხატო. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ თემისთვის ხელი შეეწყო და ყველა ადამიანს გაუმარჯოს, ვინც ამ თემას ხელს უწყობს რა და მეხმარება და გვეხმარება ჩვენ ქართველებს, რომ სოფლიო რუკაზე გამოუჩნდეთ უფრო სუყედ. აი ხიდეშა ამ ჭიქიდან ბაზრობს რო იცოდე ხა რა. სანამ უხარიათ გაიხარო რა, მალე გავუშვებთ დამტირალობის სახში. ეს არის ადამიანებსაც გებაზრებოდით რა, შუკას ხო რა ვთქვი რა. და აქაც ეხლა ცალკე მადლობას გადაგიხდით რა. ჯიგარი ხარ? მინაცვალოს ჩემი თავი. თოფეღურს თამაში მოგინდა? აქ ვარ. ეხლა მე ვარ ნუგზარ კვირტია, ნუგი და წარმოვადგენ აზერბაიჯანს. მაგრამ ქართველი ვარ. ხო, რა თქმა უნდა. გამყიდველო. აი. შენზე გავიგე რომ ხოძე ანუ პრეტენზია აქვს იმაზეო, რომ თამაშს მოიგებს, ანუ ჩემპიონატზე არ მაქვს, ანუ თამაშს მოიგებს. მარტო თამაშს? დიახ, ანუ პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ გგონია რომ შენ თამაშს მოიგებ და გგონი მართლა გგონია მე პროსტა მითხრეს. ქართული არის სამასე რომ გადავტავ. არა, იმაზე მეკითხა ამის პორტოხალი, ხურდა. თას მოვიგებ მეთქი და ეხლა სხვანაირად მეკითხება ხო ხედავ? კი, გააგრძელე. თასზე წერია თასი არ არის და. ხო, არა, სკულპტურა არის. ხო. რომელზეც წერია kick-off. 2025 თბილისი ჩემპიონს
და ძალიან ქვემოთ პატარაზე ძალიან ქვემოთ წერია baby bubu. წინასწარ იცის მაგ თასმავისთან მიდის. ოკეი. ანუ ჩაწყობილია. ჩაწყობილია, რა თქმა უნდა, ჩაწყობილია ხა. აბა ჩამოგიყვანდი და მოგაგებინებდი? მეორე დღეს საჭაშნიკემ გვიმასპინძლა, რომ გაიგო ესეთი ამბავი იყო, რომ კარგი იმენა 50 კაციანი სუფრა იკისრა თავისი ლუდებით, თავისი ხორცებით. გამოუშტერდნენ, ანუ ყაზახები აზერბაიჯანელი იტალიელები ყველა ესე ძვენები მოდიოდა ჩვენ ფორმებს რაღაცებს ჩუქდნენ რომ ესეთი გემრიელი, ესეთი ჰოსპიტალიტი, ესეთი კარგი ქვეყანა, ანუ გაგიჟნენ რა და ერთი 30 ვიდეო ვუდებ თვითონს, ანუ ფეხბურთის გარეთ რომ სეირნობენ და რომ ჭამენ და ხინკალზე რომ ემართებათ. ეგეთი ვიდეო ვუდებ თვითონს ერთი 30 რა. ოღონდ ეს ყველაფერი არ მექნებოდა, რო არა საჭაშნიკე, აი ის რა როიალ ტულიპი, ბარსას ფანშოპი, ჰაბსჯი, ის რა ეთჰომი, აი ეგეთი კომპანიები რა და არა ვიღაცა ვისაც მაგის შესაძლებლობა ჰქონდა. მაგის შესაძლებლობა ვისაც ჰქონდა, არავინ არ დაინტერესდა. შეიძლება ჩვენი ბრალია, შეიძლება სხვა ბიზნესია, შეიძლება იქ სხვანაირად ლაგდება, მაგრამ ლოგიკურად მე მეგონა რომ გამიმარტივდებოდა ბევრად რა. მე რო ვფიქრობდი რომ მეთქი ამდენი პრობლემა იმიტომ იქმნება, შენ თუ ეგეთი დიდი მიზნები გაქვს რომ საქართველოში შექმნა რაღაცა UEFA-სავით YouTube თემა რომელიც სოფლიოში ცნობილი უნდა იყოს და შენ ესე პროსტა რაღაცა ნაბიჯების გადადგმით გააკეთე, არ არის რა სამართლიანი რა. გარემოება მაგრად გვაწვალა, მაგრამ მაგრა გამოგვაწრთო, იმიტომ რომ ეხა რაც გავაკეთეთ 4 გუნდიანი, 8 გუნდიანს გავაკეთებ, უფრო ბევრად მარტივად. ქიჩემბროს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ბოლო 3 დღეში საბამ, ქიჩემბროსის მაღალმა მელოტმა ტიპმა დაალაგა ერთი ობიექტი დაალაგა რომ ყოფილიყო ობიექტი და თვითონაც ობიექტი გააკეთა რა, ანუ თავისი ობიექტიც გააკეთა და კი დიდი რიგები იყო, იქ ძალიან დიდი რიგები იყო, მაგრამ სულ არაფერს ჯობდა რა, ანუ მაინც იყო რა, რომ რამე კოკაკოლა, წყალი, ჰოტდოგი, რაღაცა სპრინგ როლი და ლუდი იყო რა, რაც საფეხბურთო ივენტს ჭირდება. ხო, სხვადასხვა ეს ხო გითხარით რომ -33,000 რა ასე. კონტრაქტები ხო გვაქვს რობეცონი ამნესი ხდეს, ტიპის ამნესი და რაღაცა აი ძალიან ანუ აი ძალიან საჭიროა რა, ანუ შუქი ჩართვას რაღაცა თანხა ჭირდება. ხმა იყო ხო? და პეცნოს დაურეკეთ, მეთქი ესეთი სიტუაცია თქო, გიხვეწებით თქო, დაგვიმატეთ თქო პროსტად რა, ბაზარი არ არის ეგრევე მომწერ, ბაზარი არ არის. თქო და საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი კერძო კომპანია, ყველა კერძო კომპანია ესე გვერდში დაგვიდგა და ძალიან ბედნიერები ვართ მაგით და აწი თუ რამეს გაკეთება მოგვინდება, უფრო გავაკეთებთ კერძო კომპანიებზე და ამ ბიუროკრატიულ რაღაცა იმაში მორევში აღარ ჩავეშვებით რა და ბევრად კარგი იქნება რა თქმა უნდა. მე ძალიან მიხარია რომ კომპანია მაი სეტანტა მაგალითად თავისი კამერით მოვიდა და აი როგორ აუ ეგ მეც მინდოდა მე კონტენტი გაკეთე და ძალიან ბევრი მართლა რა. ეგ რამდენს ნიშნავს ეცე ჩემთვის რომ ის კი არის რომ ვიღაცა მოდის და პროსტა უყურებს იმიტომ სპონსორია რა რომ ჩართული როა და როგორ ავხსნა რა ანუ ბევრად ლამაზია რა ხო არა შეხედე არა ანუ პროფესიონალურად რო იყო ყველაფერი შეიძლება მათ ინტერვიუები უწევთ პროფესიონალ პრემიერ ლიგის ფეხბურთელებთან, პროფესიონალ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან, მაგრამ ჩვენთანაც რომ ასე უდგებიან, როგორც უდგებიან პროფესიონალებს, ჩვენ კიდე დიდი мотиваცია გვეძლევა იმის, რომ მაქსიმალურად ესეთი გარემო დავახვედროთ, რომ თამამები იყვნენ და ამაყები იყვნენ რა და ფოფხარო იჯდა ეს მიკროფონი და ბლოგს იყებდა ქვემოთში და მოედანზე რა. გუნდზე 2 ძელს რა მოხდა ბურთი. მან მახსოვს რომ რა ემოცია ჰქონდა ფოფხას რა, ანუ მან მახსოვს რომ აი ზუსტად ის ემოცია იყო რომ საქართველოს ნაკრებს კიდევ გაუტანეს რა და იყო ძალიან მაგარი და სხვათა შორის 2 ძელს რომ მოხდა ბურთი, მან დავწმუნდი რომ მაგ თამაშს მოვიგებთ რა. მიკროფონით მარტო ფოფხა არ ყოფილა, შესვენებაზე იყო შოდა ერთი ერთსა შოდა. ძალიან ანუ შოდა აკეთებს ძალიან კარგ საქმეს და YouTube-ზე თუ კიდე ვინმეს არ ყავთ გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ. შოდასგან გამიკვირდა პირველად წარმოედგინე სპორტის სასახლეში გაიჭითა და მიკროფონი დააკავეს ხელში და უცებ თელ სპორტის სასახლეს ესმის ამის ხმა რა. მეჭი მქონდა რომ ხო არ დაიბნება ვიღაც ხო არ მივახმარო შონზიკა ხო არ მივახმარო. არა იმენა და იგრევე რა და ვაი მიშა რა კარგი შოუ. კი. ასევე დიდი მადლობა გვინდა უთხრათ ლუდისას ამბასადორს და თვითონ ლუდისას, ცოტნე გოჩოლეიშვილს, რომელიც მოსული იყო ლუდისას მხრიდან და რაღაც კითხვებს უსვამდა ხალხს. არა, იქაც ლუდისამაც გააკეთა კონტენტი ძალიან მაგარი რა, მაგრა ასწორებს რა კონტენტი რომ ირგული უკეთდება რაღაც ამბისი უკეთდება, მაგას გეუბნები რიჩი აქვს ძალიან ბევრი, შეიძლება 40 მილიონზეც არის რიჩი ასული და ბევრი იუთუბერი კამერით იყო მოსული მაგალითად და ვინც მეუნებოდა ყველა კამერით შეიძლება მოვიდა კამერით კი რა რავი მოდიდა ჩვენც მასლას მოგცემთ და ხო, ჰაბში ძალიან მაგარი ვიდეო გააკეთე. ყველას დიდი მადლობა. აი ალბათ ნიკა თუ დათვით აი ეს ამონათე ყველა საერთოდ
ვინც ამ პროექტში წვლილი შეიტანა რა. შემდეგი ბევრად მაგარი იქნება, როგორც თუ შეადარებთ პირველ სეზონს YouTube ლიგის და მეორე სეზონს, ძალიან მინდა რომ აქ დიაპაზონი იყოს kick-off volume 1-სა და volume 2 შორის. მე წავიღებთ უცხოეთში ჩავატარებთ ჩვენს მივლით Pick's Kings Liga უნდა ჩამოვიხიოთ. საიმენო ჩამოვიყვანთ რას იკისრებთ კომენტარებში დაწერეთ. შემოგევლეთ სულ ყველა. საიმენო რომ ჩამოვიყვანო ყველაფერს გააკეთებთ რომ 200,000-ს გამომწერამდე დავიყვანოთ. კიო? უი, კარლოს გადავხადოთ. დიდი მადლობა. ჩვენ წვნელს წვნელი იყო. წვნელი, როგორი წვნელი ყავს? იცი, კარლომ შეძლო და მავანის მოაგებინა YouTube ლიგა. მავანის, რომელმაც ვისთანაც ისპარინგა ჩემპიონატის დაწყებამდე, ყველა მოუგო. და მაგიტომ კარლოს ეგ მენეჯმენტი შეუძლია რომ რაღაცა სხვა ტაქტიკით არა კომბინაციებით და რაღაცებით ანუ აი ცოტა ფსიქოლოგიურად ცოტა ამოკეტებით თუ გინდა ხო გინდა შედეგი აცადე რა ხო და სხვა შორის ვეტერინარი არის პროფესიით ანუ სადაც დასაქმებულია და მორიგე იყო ხოლმე ძალიან ხშირად და მორიგეობიდან მოდიოდა ხოლმე დილას 12-ზე ვარჯიშს და პირველი მოდიოდა ხოლმე თავარი ამ კაცის სამოსავლო ძებნა დისციპლინა იყოს რა და კარგად გავარდ და რასაც ეს კაცი იტყვის, გადარყოთ თავზე მართლა, მე რაც ვიცი, პირველი მოდიოდა, ბოლო მიდიოდა და ყველაფერი კარგად იცის და ყველაფერი მითხრაო. თორემ ისე იყო. ასე. და იმენა და აი ბოლო გადიოდა რა და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ხო და ასე. თოლომაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, რომელიც გვეხმარებოდა ესე უბრალოდ მოყვებოდა ხოლმე კარლოს და მაგოთხმა კაცმა დიდი წვლილი შეიტანა რა კალა, თოლომ, კოკიმ, აუ რავი, კოკი ყველგან ჩვენთან ერთად იყო, რავი, რა სიარ შეხვედრაზე რომ ხელი თითი მეეყრდეცება და მოდიდა და მიყინავდა რა. აქ მე ვარ, რავი, ექიმი, გადამღები, სოცმედია. უი, ყველაზე გადაობა. ვარჯიში გვინდა რომ ჩამოვიდნენ და მოედანი ვერ უშოვეთ, რომ ევარჯიშოთ. აკო ხლაბუსტომა გვათხოვა ისა, რა ქვია? მასტერ ლიგის სტადიონი, იმიტომ რომ ჩემპიონატი იმართებოდა და ღამე არ დაკეტა და დილას პროსტა ღია დატოვა, რომ დილას ნუგი 9-ზე შესულიყო. იმედზე რაღაცნაირად დაურეკეთ, რომ ყაზახეთის ნაკრები ჩამოდის. არ არის ადგილი იმედზე გითხეს და მე დაურეკეთ და ყაზახეთის ნაკრები მოვა და ივარჯიშებს თქვა, ესე პირდაპირ ვუთხარით. და კაიო და შევიდნენ და ივარჯიშეს რა. და იტალია მივარჯიშა უბნის მოედანზე ბაგებში. მე არის match day და ვეთამაშებით გამოვიდა რომ რეი ფრისტაილი მალე მიდიოდა. ვინც პირველი ჩამოვიდა მალე მიდიოდა. პირველი თამაშის მერე მიდიოდა რა და მაგას ხონდა ითამაშოთ ყველა ხო არ ჩამოვიყვანეთ ეს ადამიანი იტალიიდან. ჩვენ და გაგვეხსნა და გამოვიდა ისე რომ წილისყრის გარეშე იტალია საქართველოს დავაგდა და ყაზახეთი აზერბაიჯანი რა. ჩვენ ახლა ვაკეთებ იქნება კაიზინი გავაკეთეთ მოგება მინდა ყველას აქვს თავისი მოტივი ხა კარლოს აქვს მოტივი რომ ჩვენ მოვიგოთ ჩვენ გაქვს მოტივი რომ რაღაცა საინტერესო შექმნა ქართული YouTube-ზე და როგორც ჩვენი საერთოდ ყველას მოტივი არის რომ ისეთი რაღაცა გავაკეთოთ ესეთი სანახაობა ამბავი მოგონება დავიტოვოთ რომ მარტო ბაჟეტთან ასოცირდებოდეს. რა მადლობელი ვარ რომ აქამდე მოვედით რა. თავარია პირველი ეხლა თავარია რომ ფინალში გავიდეთ, რომ მაყურებელს, ქართულ მაყურებელს რაღაცა უცხოურეთიდან აღნახოთ. თავარი ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის, მე გადავდეთ ფინალზე. რა ფინალზე უკვე სხვა შემართებით იყოს. იტალიელებმა რომ ვიცოდი, აი გოგო იყო, ერთი ერიკო იყო, რაღაცნაირი ჰაბიტუსის ფონეტიპი. რაღაც სასტავს რო ხედავდი, მეთქი ანუ აი ისე ხო მარტივი გასეირნება მეგონა რომ გვექნებოდა და მეკარეები რო არა არა ხო მეკარეები რო და შეიძლება დაეხიათ ბუთი თავზე სათადარიგო არ ყავდა ერთი კაცი ყავდა იტალიას სათადარიგოზე არა ორი კაცი ყავდა ერთი ფეხი ქონდა მოტახილი და ერთი გოგო იყო ორივე გოგო იყო აღსანიშნავია რომ პირველად მაგის წინა დღეს პირველად იყვნენ ერთადერთი გუნდი რა მახამდე არ უთამაშია დაგვიმართლა ანუ მაგხრივად ხო მაგრამ კარგი მართლა კაი თამაში გვანახეს რა ყველა თამაში კარგი გამოვიდა და შეგრძნება მახსოვს რა რომ ეს რომ ჰიმზე რომ ვიდექი და წინ ძალიან ბევრი ადამიანი იყო და ქართულ საქართველოს და მოდიოდა ეგრევე მთელ ტანზე თამაში კარგი იყო იტალიასთან 3-1 მოუგეთმა დაძაბულესი თამაში იყო მე იყო ყაზახეთი აზერბაიჯანი რომელიც აი უფრო კარგი საყურებლად ძალიან მაგარი თამაში იყო 6 გოლი გავიდა და ლამაზი გოლები გავიდნენ აი ძალიან ხო, აი ეგეთ იდეალური ჯარიმა არ მაქვს. ალიშერ კელგენბაი მათი 10 ნომერი გოლები რო იტანა და სალტოები რო აკეთა და რო იმღერა და არ ვიცი, ძალიან ბევრი კონტენტი გააკეთა ყაზახეთმა. მე 10 წუთი რო დაისვენა მე ჩვენთან მთელი თამაში ირბა, ხო? და ხო ეგ თემაა რომ ჩვენ რო უყურეთ აზერბაიჯანი ყაზახეთს, ყაზახებზე ხო ვიცოდი რომ კარგი გუნდი ყავდა ძალიან რა და აზერბაიჯანი ყაზახეთს რო უყურეთ, მეთქი ბიჭო აი ძალიან გაგვიჭირდება თქონდა რომ ბიჭო სულ დარბოდნენ აი სულ და ყაზახეთს რო ხვდებოდი თითქოს უკვე მოშებულები ვიყავით რომ ფინალია მაგრამ ჰიმზე რო დავდექით მანდ მივხვდი რომ ანუ ყველაფერი უნდა გაგვიკეთებინა რომ თამაში აი იმ ხალხს ვინც მოვიდა ჩვენთან ერთად და ჰიმს ღეროდა და მე უყურებდი როგორც საქმე მოხდა საღამოს
ფინალამდე უყურებდი რომ შოუ უნდა ყოფილიყო საქველმოქმედო საღამო, მაგრამ იმზე რომ დავდექი და ის ხალხი აი თელი დროშებით და იმებით, აი როგორც ნაკრებს ესე გულშემატკივრობდა, მან მივხვდი რომ ეხა ჩვენ უნდა გადავეფაროთ სახით ბურთს, ერთი გოლი შევაგდოთ და რამენარად აი ამ კიბორგებს და არ ვიცი, გიჟებს მოუგოთ რაღაცნაირად თამაში რა. და სხვათა შორის დასაფასებელია, ვიღაცებს შეიძლება არ მოწონდათ იქვე რა, ყაზახების რაღაც საქმეები, მაგრამ აი შოუსთვის უკარგესი ხალხი იყვნენ, იმიტომ რომ შოუსაც აკეთებდნენ, კარგადაც თამაშობდნენ და იცოდნენ მოკლედ თავის საქმეს. და ყველაზე მეტი კონტენტი მაგაცმა ნუგისაც, აი ნუგის და იმას მუშკულას მე ცალკე მადლობა გადავუხადო რა, აი დედაშფიცა ვარ, ყაზახები იყო მარტო დასამენეჯმენტებელი ხომ ჩვენთვის რა, რომ რამე რა, ისინი რაღაცას ეთყო და ეგრევე აი ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მაგრა გაამარტივეს მაგათმა საქმე. სულ მაგას ვიძახი რომ ფეხბურთი არის ეგ რა, ემოციური დაძაბულობა თუ არ არის, რაც არ უნდა მაგარი შოუ დადგას ვიღაცამ, ფეხბურთი საინტერესო საყურებელი არ არის რა. და აი ეგ იმდენად იდეალურად იყო ყველაფერი რომ პენალტებამდე მივიდა და პენალტებში მოვიგეთ რომ ანუ აი მაგაზე იდეალური საღამო. აჟე ისიც იდეალური იყო რომ პირველი გოლი ჩვენ არ გაგვიტანია რა, გაგვიტანეს და გასატანი გქონდა და ვასამ რო ეგრევე გაიტანა და ყაზახეთის საელჩოსაც მინდა მადლობა. ყაზახეთის საელჩომ ხალხი მოიყვანა და დროშებით რომ ყაზახები იყვნენ. სიამოვნებდა რომ უყურებდა და ნუგი ხო იცი ყაზახებიც ესე უტრიალდებოდნენ და ამ ხალხს უყურებდნენ და აღნიშნეს და ამ ხო აი ეროვნული რაღაცა შეიქმნა და იგი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რომ საქართველოში გვაკლია საფეხბურთო დღესასწაული რა რაღაცა მიზეზების გამო და ეს საფეხბურთო დღესასწაული ინსაიდ საფეხბურთო დღესასწაული ვინც იქ იყო მოსული ყველამ გთხოვთ კომენტარში დაწეროთ რომ აი ვიყავი და რა იგრძენით რა იმიტომ რომ ვიღაცა არ იყო და ვიღაცა შეიძლება ამას ცოტა ისეც უყურებს რა მაგრამ ადგილზე რამხელა ემოცია იყო და როგორი კარგი მართლა იდეალური იყო სტადიონზე სულ რაღაც ხდებოდა ხან შოუ იყო ხან ჩვენი ბიჭები ამხნევებდნენ მაგალითად PVP-ის ბიჭები ამხნევებდნენ და ხამ საქართველოს ნაკრებისთვის დაწერილი ჰიმნი რა მუსიკა შეასრულა რა და ეგ არის ძალიან მაგარი რა. ლაივში რო ცუდად ჩაეღო. ხო, ლაივში სხვათა შორის ამის თქვა, რომ ლაივში ისმოდა მარტო მუსიკა, იმიტომ რომ ხმა ვერ გავმართეთ, იმიტომ რომ ძალიან ძვირი და ეგ ხმა რო დააკენო. სპორტის სასახლეში კარგი ხმა დააკენე, რომელიც მე გადავა კარგადვე იმაში რა ქვია ლაივში. იყო თითქმის აი ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და მივიღეთ გადაწყვეტილება ეგეთი, რომ ეკრანზე სხვანაირი ხმა ექნებოდა, მაგრამ ლაივში ვინც მოსული იყო, იმათვის სხვანაირი რა და ვინც უყურებდით ეგრე არ იყო რა, ვინც ადგილზე იყო, ყველა მიცის რა როგორ მოხდა რა. მეც, მირომაც, ნიკამაც, ქორომაც ყველა მიქ 45 ადამიანი თამაშობთ ფეხბურთს. 45 ადამიანმა თქვით რომ თითქოს ბავშვების ოცნება ავიხსნეთ რომ საქართველოს სახელით ვითამაშეთ ფეხბურთი საქართველოს გულშემატკივრებთან ერთად. იმათმა ყაზახეთის სახელით და ასე შემდეგ. ეს იყო დასაწყისი მეგობრებო, ეს იყო ჩვენი ტესტი, ეს თუ გამოგვივიდო და შეგვიძლია შემდეგზე გავიწიოთ რა. საქართველოს YouTube ნაკრები ნიკო თბილისის გამარჯვებული ისაც ყველას მინდოდა. პირობას გადლებთ რომ ნაბიჯი იმაზე დიდი იქნება ვიდრე ჩვეულებრივ ნაბიჯია ხოლმე, შემდგომი ნაბიჯი. შას W გავუსპამოთ. თორე გაკეთებდა შერიგნენ, ყველაფერი მოკლედ კარგად დამთავრდა. ზაფრის ბოლო კეთილია ამბობენ. ხო და ეს თუ მოგეწონათ ახლა წარმოიდგინეთ მართლა გავითვალისწინეთ ყველა თხოვნა YouTube ლიგასთან დაკავშირებით ჩვენს ბევრი რაღაც ვცადეთ ბევრს გავუსწორეთ ესე რომ ვთქვათ ბევრმა ისიამოვნა YouTube ლიგაზე ყოფნით ვინც შეიძლება საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ვთქვათ YouTube ლიგაზე და ახლა საბოლოოდ ისე იქნება რომ იხილავთ YouTube ლიგაზე მხოლოდ და მხოლოდ იმ ხალხს ვინც ჩანს კამერაში და არც გადამღებები იქნებიან ერთადერთი არა ეგ წერია შიდა განაწესში რა ერთადერთი არა ფეისი ფეხბურთელი YouTube ლიგაზე იქნება დავით ყურაშიც. იგივე ყურა, რომელიც იყო ჰამაკის ფილმის, რა. პირობა აქვს ყურას რა, ანუ ეს უბრალოდ კი არ მივეცით და ჩელენჯი და გასწორებასთან დაკავშირებით. 20 კილო უნდა მოიმატოს, რომ შეძლოს YouTube ლიგაზე თამაში და ეს იმიტომ თქვი, რომ ეხლა მალევე გამოდის რა შემოდგომაზე. ეხლა დავიძინებს და YouTube ლიგაზე უნდა დავიწყოთ. აი
მე მგონია რომ ყველაზე მაგარი YouTube ლიგა ეხლა იქნება რა და აუცილებლად უნდა დაელოდოთ მაგ ყველაფერსაც. პირველ რიგში შოუ იქნება ალბათ და მერე სხვა დანარჩენი. Foxy Friends story იყო სხვადასხვაის მოსული თავისი სტენდით, მე არ ვიცოდი მე ზემოთ არ ვიყავი ასული. ჩვენი ბალიშები გაყიდა, ჩვენი ნაკრების ბალიშებს ყიდა და რაც ივაჭრა თავიდან ბოლომდე გვითხრა დაგვირეკა გვითხრა რომ ეს ყველაფერიო იმიტომ გავაკეთეთო რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანა საქველმოქმედებაში ოღონდ გავიგე გვითხრა მერე რა ანუ ყურე ის კი არ იყო რომ აი და რეკლამა თავი რა ანუ ადგა და დაგვირეკა რომ ამდენია ნავაჭი და გირიცხავთ რა 100% მოდის თქვენთან. ჯერ ჩვენ ქართველებს არ გვაქვს ჯერ კულტურა რომ რაღაცაში ფული ვიხადოთ რა და მაგიტომ მინდოდა რომ ეს თემა ეხა ეს ამბავი შემდეგი რომ ჩავატაროთ აი მაგალითად ორ კვირაში რომ ჩავატაროთ ორ კვირაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვა. იმიტომ რომ გადაიხადა და რაშიც გადაიხადა ფული იმაზე მეტი წესით მიიღო ის რა სიამოვნება რო რამე რა და ეხა ის ბავშვი ვინც იქ ან ახალგაზრდა ადამიანი, ან ჩვეულებრივ რა ვიცი ზრდასრული ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს დაესწრო, დარწმუნებული ვარ, რომ გადაიხდის კიდე. და კიდე უფრო შემდეგ საღამოებზე კიდე უფრო დიდი საქველმოქმედო თანხა შეიკრება. ხო, cashback-ი რაც იყო, TBC-ზე რო ყიდლობით 10 ლარად რო ყიდლობით ბილეთს და 2 ლარი უკან გიბრუნდებოდათ, 2 ლარი მარტო თქვენ გიბრუნდებოდათ უკან საქველმოქმედოში 10 ლარი მიდიოდა რა, ხო? 42000 ლარამდე შეგროვდა რა. მე მაგას საკომისიები რაღაცები მოეჭრება ისეს და 40000 ლარამდე თანხა ჩვენი მხრიდან ქართული YouTube ფეხბურთის მხრიდან წავა ქველმოქმედებაში და დარწმუნებული ვარ რომ ამ ამბავს ესე რომ ცოტა რომ უფრო მოშინაურდება ხალხი ამ ყველაფრის მიმართ კიდე უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებით როგორც თქვა თქვა YouTube ლიგა ძალიან მალე დაიწყება YouTube ლიგა როგორც კი დამთავრდება დავიწყებთ მუშაობას მეორე kick-off volume 2-ზე ჰამაკსაც შეეხება ჩვენ ყველას გვაქვს amazing მირიანი ბასტო ფანტასი და კოროს ხედან აქ ჩვენ ყველას საკუთარი არხები გვაქვს ყველას კონტენტს ვაკეთებთ მაგრამ ჰამაკსაც შეეხება ჰამაკიც გადავწყვეტეთ რომ შეგვილია რა რომ კონტენტი ვაკეთოთ ამ არხზეც ამიტომ გამოიწერეთ არხი მადლობა რომ გაგვაცოცხლებიათ არხი დაახლოებით 10000-მდე გამომწერი მოგვემატა ამ პროექტის მერე არა პროცესშივეც პროცესშივე რა ხო უფრო ზუსტად ხო და 100000 არასდროს არ გვითქვამს რა მაგრამ 100000-ზე თუ აგვიყვანთ ძალიან მადლობლები ვქნებით დიდი ალბათობით ეს ვიდეო არა რომელიც სუპერ პოპულარული იქნება საზოგადოებაში მაგრამ ვინც ნახავს ცოტა ადამიანი მას მაინც ეცოდინება რომ როგორ მოხდა და რანაირად მოხდა და ჩვენთანაც გაიზიარებს ამ ამბავს და ჩვენი გამომწერი მაგით არის პრივილეგირებული რომ უფრო მეტი რაღაც იცის ვიდრე მაგალითად უბრალოდ ადამიანმა ვინც ჩვენს კონტენტის მაყურებელია რომ რა უფრო სპორტული კონტენტი იქნება იმიტომ რომ რაც გაგვიკეთებია ალბათ სპორტი ყველაზე კარგად გამ სპორტი და იუმორისტული სპორტი არ ვიცი რაღაც ეგეთი მსგავსი რაღაც გაკეთება გვინდა მადლობა ყველას ვინც მოხვედით და დარწმუნებულები იყავით რომ ჩვენ თუ შეიძლება მოგვექნება და ისრაელმა და ირანმა რაღაცა არ გააფართოვეს ბომბების როლა აქეთ მხარეს ცოტა და ყველაფერი კარგად იქნება ყველაფერი კარგად იქნება ჩვენ ძალიან კარგ კონტენტს შემოგთავაზებთ ძალიან ბევრ kick-off-ის ნაირ პროექტს შემოგთავაზებთ და ყველაფერს ვიზამთ ჰამაკის 7-8 წევრი ყველაფერს იზავს იმისთვის რომ ქართველები ქართული YouTube ფეხბურთის ამბავში ქართველსი #ქართველსი ყველამ გაიცნოს საერთოდ მთელი მსოფლიოს მასშტაბით რა და ზამბახას გაუსპამეთ რომ 8-ანი გავხდეთ ზამბახა აგერ ეს ადამიანი ამ ადამიანმა ძალიან მაგრა დაამონტაჟა ის ვიდეო და გვინდა რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ქართული YouTube არ მომკვდარა ეგრეა